მწვანე ნარჩენები, ტოტები, ფოთლები და ასე შემდეგ, რომელიც კომპოსტირებისთვის, მულჩირებისთვის და ასე შემდეგ ძალიან კარგი ნედლეულია ზოგადად და ამის გამოყენება ქალაქებს შეუძლიათ დამატებითი ესე ჭირდებათ კომპოსტი ზოგადად და კომპოსტი მოსახლეობაშიც არ აქვს ეს ტრადიციები დანერგილი, რომ შეაგროვონ და კი არა დაწვან, არამედ შეაგროვონ და რამდენიმე თვეში ექნებათ, ასე ვთქვათ, იგივე საკვები ნივთიერებები თავისი საკარმიდამო ნაკვეთებისთვის. იმიტომ იქ მეტნაკლებად სუფთაა. ქალაქებში შეგროვებული და მომზადებული კომპოსტი ეჭვი იყო ყოველთვის, რომ ფოთლები კარგ აკუმულაციას აკეთებენ დაბინძურების და ზოგადად ამით იფილტრება ატმოსფერო. და ზოგ შემთხვევაში არის საფრთხერო ქიმიური ნივთიერებებით შეიძლება მოხდეს გადასვლა, ესე ვთქვათ, კომპოსტში, მაგრამ ეს არ არის იმდენად დიდი და ეს არ არის იმდენად პრობლემატური და ქალაქის ესე ვთქვათ, პროდუქტის დამზადებისთვის ესეთ კომპოსტი გამოსადეგია ნამდვილად და შესაძლებელია. ყოველ შემთხვევაში ეს არ დადასტურდა, რომ ამით შეიძლება დაბინძურდეს გარემო. პირიქით, ძალიან კარგი საშუალება, მაგრამ აი წვა ნამდვილად არის დაბინძურების მატარებელი და სერიოზული მატარებელი.